ჩვენ უკვე პრაიმერიზებში ვართ და არჩევნების დღემდე სწრაფად მივდივართ. მაშინ როცა ისრაელი და ანტისემიტიზმი პოლიტიკურ სათამაშოდ იქცნენ. Respublicalos progress after-ენ ამერიკელ ებრაელებთან, რომლებიც ტრადიციულად დემოკრატებს უჭერდნენ მხარს, მაგრამ დაახჭობს თუ არა წელს ნავარაუდევი ლურჯით ალღა ამ იმპულსს. ჩვენ ვისაუბრებთ სემ მარკშტეინთან. რესპუბლიკური ებრაული კოალიციის ეროვნული პოლიტიკური დირექტორი სემ მარკშტეინი გაგვიზიარებს ამერიკულ ხედვას. სემ მარკშტეინ რესპუბლიკური ებრაული კოალიციიდან დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და შემოგვიერთით. ჩვენ პრაიმერიზებს სწრაფად გავდივართ და ვუახლოვდებით არჩევნების დღეს, მაგრამ ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამ მოხდა პოლიტიკის, ისრაელის, ანტისემიტიზმისა და ამერიკელი ებრაული საზოგადოების თვალსაზრისით. დაგვიხატეთ საერთო სურათი, სად ვიმყოფებით ამ ყველაფერში ამ ეტაპზე. მადლობა რომ დამპატიჟეთ დილით მაიკ. მოკლედ რომ განმარტო, პრეზიდენტმა ტრამპმა 2024 წელს მიიღო ებრაელი ამომრჩევლის ყველაზე მაღალი პროცენტი. მას შემდეგ რაც ეს მოახერხა პრეზიდენტმა რეიგანმა. განსაკუთრებით თუ გადავხედავთ 92 წლის არჩევნების შედეგებს, ჰაუ ბუშმა ებრაელი ამომრჩევლის მხოლოდ 11% მიიღო. პრეზიდენტმა ტრამპმა კი თითქმის 40% დააგროვა, მათ შორის იმ საკვანძო მერკევ შტატებში, რომლებმაც მას პრეზიდენტობა მოუტანა. ესეთ ადგილებში, როგორიცაა ნევადა, არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი და პენსილვანია, სადაც დიდი ებრაული თემებია. მათგან ბევრმა თითქმის უმრავლესობამ 2024 წელს ხმა პრეზიდენტ ტრამპს მისცა. ჩვენ ვხედავთ, რომ ებრაულ საზოგადოებაში დემოკრატიული პარტიიდან დაშორების ტენდენცია აქცია აქვს. შტატებში, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან მერკევ შტატებში, ციკლიდან ციკლამდე ძლიერდება. და ჩვენ ველით, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება 2026-2028 წლებში და მის შემდეგაც. ჩვენ უყურებთ ისეთ სახელებს, როგორიცაა აბდულ ელ-საიედი მიჩიგანიდან, სხვა შემაშფოთებელი ფიგურები მაბდანის ეპოქაში, ასე უწოდოთ ახლა. ანუ რამდენად არის RJC კონცენტრირებული ამ კონკრეტულ კანდიდატებზე და რამდენად შეუძლია რეალურად ყურადღების გამახვილება, როცა როგორც ვიცით, რესურსები ყოველთვის შეზღუდულია. სად არის ახლა ყურადღება მიმართული? კარგი, იქიდან კიდევ გამოგჩათ გრეჰემ პლატნერი, ბატონი ნაცისტური ტატუებით მეინიდან. მაგრამ მართალი ხართ, ასეთი რადიკალი კომუნისტების რაოდენობა იზრდება, მე ასე უთოდებდი მათ. შტატებში იქნება ეს ნიუ-იორკი, სადაც სულ ცოტა ხნის წინ პრაიმერიზებში რამდენიმე გამარჯვება მოიპოვეს, ნიუ-ჯერსი მდინარის გახმა, პენსილვანია კრის რაპთან ერთად, კოლორადო მილად კიროშთან ერთად და თქვენ ზუსტად როგორც თქვით, მიჩიგანი, რომელიც ჩვენთვის და სენატის უმრავლესობისთვის პოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრია. ჩაკ შუმერი ვერ გახდება სენატის უმრავლესობის ლიდერი ისევ, თუ მიჩიგანს ამ მთავარ მერკევ შტატს ვერ შეინარჩუნებს და დემოკრატები ამ შტატში უმრავლესობაზე ნაკლებმა მინდა აღნიშნო, მგონი დაახლოებით 48%-მა აბდულ ელ-საიედი აერჩია თავიანთ კანდიდატად. და რომ თქვენს მაყურებელს პერსპექტივა მივცე, ეს არის ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ მას აქვს ციტატა ვალდებულება შარიათის კანონებს მიხვეს სიცოცხლის ბოლომდე. მან ებრაული სახელმწიფოს მთავრობა ჰამასის მსგავსად ბოროტად მოიხსენია. მას გაუჭირდა ეთქვა, რომ ისრაელს აქვს უფლება იარსებოს როგორც ებრაულმა სახელმწიფომ. და ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი ამ ყველაფერში ის არის, რომ მან სინამდვილეში თანაგრძნობა გამოუცხადა ტერორისტს, რომელმაც სატვირთო მანქანა ებრაულ სკოლაში შეიყვანა. სინაგოგაში, Temple Israelში, Detroitis გარეუბანში, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი და სკოლის ბავშვი მოეკლა. და აბდულ ელ-საიედის სიტყვები ამაზე იყო. ნატკენი ადამიანები საზიანო საქმეებს აკეთებენ. ასე რომ სინამდვილეში იქ მყოფმა რაბინმა ამას თავისი სახელი დაარქვა. შეურაცხყოფელი. დეტროიტის გარეუბნებში ებრაული საზოგადოება დიდი რაოდენობით მისცა ხმა ჰეილი სტივენს, თითქმის 30%-იანი უპირატესობით. მაშინ როცა მან ოკლენდ კაუნტი მხოლოდ 5 ან 6%-ით მოიგო. ასე რომ აქ ნამდვილად არის შესაძლებლობა RJC-ისთვის, როჯერსის კამპანიისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის მიჩიგანში, რომ მეტი ებრაელი ამომრჩეველი გადაიყვანონ, არა მხოლოდ რესპუბლიკელების მხარეს მომავალ არჩევნებში, არამედ მაიკ როჯერსისთვის გამარჯვება უზრუნველყონ ამ ნოემბერში. როგორ მივედით აქამდე? ანუ დემოკრატები თიც იშვერენ რესპუბლიკელებისკენ და ამბობენ, რომ მათ გზა დაკარგეს ისრაელთან მიმართებაში. რესპუბლიკელები თიც იშვერენ დემოკრატებისკენ და ამბობენ, რომ მათ თითქმის ყველაფერში დაკარგეს გზა. ანუ ჩვენ უბრალოდ შუა პოზიცია დავკარგეთ, საერთოდ გაქრა. მე ასე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, თქვენ არაერთხელ გინახავთ რესპუბლიკელები კონგრესში და თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე პროისრაელი პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში. რესპუბლიკელები აგზელებენ ხარში დგომას ებრაულ სახელმწიფოსთან. ეს რამდენიმე კვირის წინაც ნახეთ, როცა ახლა უკვე დამარცხებულმა თომას მასიმ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის დახმარების დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებდა. და თქვენ ნახეთ, რომ 100-ზე მეტი დემოკრატი კონგრესმენი მხარს უჭერდა ამ კანონპროექტს.
არც ერთი რესპუბლიკელი არ დაუჯერია მხარი თომას მასის ამ კანონპროექტზე. და ეს თითქოს მუდმივი თემაა აქ. დემოკრატები აგრძელებენ დათმობას და თავიანთი პარტიის უკიდურესად მემარცხენე ანტიისრაელურ ბაზას აწყნარებენ, რაც არც პოლიტიკურად და არც პოლიტიკის თვალსაზრისით არ ამართლებს. ამიტომ ვფიქრობ, ეს მათთვის დიდი შეცდომაა. ვფიქრობ, ეს ძვირად დაუჯდებათ საშუალო ამერიკელ ამომრჩევლებთან ამ საკვანძო მერყევ შტატებში. რადგან ისინი ნამდვილად მიიჩნევენ, რომ ისრაელის მხარდაჭერა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია და ამაზე უფრო დეტალურადაც შეგვიძლია ვისაუბროთ თუ გნებავთ. მაგრამ ნამდვილად მჯერა, რომ დემოკრატები დიდ შეცდომას უშვებენ. იქნება ეს ჩაკ შუმერისგან თუ ჰაკიმ ჯეფრისისგან. იქნება ეს ნიუ-იორკში მამდანისგან დაწყებული და მისთვის დათმობა და თავზე ხელის გადასმა. თუ ახლა აბდულ ელ-საიედის გარშემოძალების შეკრება, ვფიქრობ ნოემბერში დიდ ანგარიშტორებას მიიღებენ. რას გულისხმობთ თქვენი აზრით, ეს უბრალოდ საარჩევნო გარემოს სრულად არასწორი წაკითხვაა? ანუ ეს იდეები სადღაციდან მოდის? ერთი იფიქრებდა, რომ ეს მათ ამომრჩევლებისგან მოდის. Twitter-ის სამყაროში ცხოვრობენ. თქვენ როგორ ხედავთ ამას? დიახ, ვფიქრობ, პირველ რიგში ეგრეთ წოდებლის ტრამპის შეპყრობილობის სინდრომმა მათ ტვინები გადაუწვა. ვფიქრობ, რაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ისინი ყოველთვის წინააღმდეგი იქნებიან, მაშინაც კი როცა მან ბევრი კარგი და პოპულარული რამ გააკეთა ქვეყნისთვის. უბრალოდ მუდმივი წინააღმდეგობა მათ პოლიტიკურ უდაბნოში დატოვა. მათ არ აქვთ თეთრი სახლი, არ აქვთ სენატი და არ აქვთ წარმომადგენელთა პალატა. ამის მიზეზი არსებობს. ვფიქრობ, უბრალოდ ყველაფრის მუდმივი წინააღმდეგობა, რასაც დონალდ ტრამპი აკეთებს, სულელურია. ამის შედეგები ბოლო 10 წლეულის განმავლობაში კარგად ჩანს. რაც შეეხება იმას, საიდან იღებენ ისინი ამ იდეებს, დიახ, ვფიქრობ ასეა. და ბევრ ასეთეთ ადგილას, მაგალითად მიჩიგანში, დემოკრატიული პარტია ძალიან სუსტია. ისინი თითქოს ქაღალდის ვებხვები არიან და ისინი ძალიან ბევრს ეყრდნობიან ამ კონსულტანტების კლასს და ისინი ზედმეტად დამოკიდებულები არიან გამოკითხვებზე, რეალური ლიდერობის გამოჩენის ნაცვლად. ის რაც ამომრჩევლებს ნამდვილად სურთ, მაიკ, ამ ქვეყანაში ხალხს სურს ლიდერები, რომლებიც სიმართლისა და სწორი საქმის გვერდით დადგებიან და თავიანთ ამომრჩევლებს ზოგჯერ რთულ სიმართლესაც ეტყვიან. და ზოგჯერ ეს ყოველთვის არ არის ის, რაც მათ სურთ მოისმინონ. მაგრამ ეს არის ლიდერობა. ეს ნიშნავს, რომ ხერხემალი კონდეს და ხალხს აჩვენოს სწორი და ჭეშმარიტი გზა. და არა ყოველთვის დაემორჩილო ბრბოს ან ყველაზე ხმაურიან ხმებს პერიფერიაზე, რასაც ეხლა დემოკრატები აკეთებენ. და რესპუბლიკელებმა ეს გაკვეთილები ძალიან სერიოზულად მიიღეს. ჩვენ აქტიურად ვეწინააღმდეგებით კიდეც ჩვენს მხარესქოს პოპუკიდურესებს. და რესპუბლიკური ებრაულიციის თვალსაზრისით, თომას მასის მიღმა ჩვენსავე რიგებში ესეთ ოჯახურ დებატებთან, ესე ვთქვათ, რბილად, გამკლავების მდიდარი და ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. იქნებოდა ეს Steve King-ი აიოვაში, Marjorie Taylor Greene-ი ჯორჯიაში, John Hostetler-ი ინდიანაში თუ Bob Good-ი ვირჯინიაში. და ეს სია გრძელდება. და გაგიჭირდებათ დემოკრატების მხარეს ისეთი ჯგუფების პოვნა, რომლებიც თითქოს ამერიკელ ებრაელებს არ მოადგენენ და მათ პარტიის ხელმძღვანელობასთან კავშირი აქვთ. რომ კონდეთ იგივე მიღწევები, რაც ჩვენ გვაქვს რესპუბლიკური ებრაული კოალიციაში, რეალურად ებრძოდნენ ამ რთულ ბრძოლებს და იმარჯვებდნენ. და აგრძელებდნენ სიფრთხილისა და სწორი გზავნილის შენარჩუნებას. და უზრუნველყოფთ, რომ კანდიდატებს, რომლებიც ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს იზიარებენ, კონდეთ საჭირო მხარდაჭერა გამარჯვებისთვის. და ეს ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციათ, რადგან ეს ოჯახური დაპირისპირება გრძელდება. მაშ მოდი ვისაუბროთ ამ ოჯახურ დაპირისპირებაზე, რადგან რესპუბლიკური ოჯახი, ზუსტად ისე როგორც დემოკრატიული ოჯახი, სუნცირე კონგრესში ასაკში შედის. და ახალი თაობები მოდიან. და რესპუბლიკელებები კონკრეტულად, ახალი თაობები, როცა გამოკითხვებს უყურებ, ამბობენ, რომ ისრაელისადმი მხარდაჭერა აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ტრადიციულად იყო. და ეს იქნება ის საკითხი, რაზეც თქვენ, რესპუბლიკური ებრაული კოალიცია და სხვა პროისრაელური ორგანიზაციები მოგიწევთ მუშაობა. ასე რომ როცა დემოკრატებს უყურებთ, გულისხმობ, ახლა შეიძლება ჩანდეს, რომ ეს ერთგვარი ორთოდოქსია, მთავარი მიმართულება იყო ანტიისრაელური. არის თუ არა შიში რესპუბლიკურ ებრაულ კოალიციაში, პროისრაელ რესპუბლიკელებში, რომ მალე თქვენს მსგავს რეალობას შეეჯახებით, სადაც თომას მასის მსგავსი ადამიანები, სადაც მარჯორი ტეილორ გრინის მსგავსი ადამიანები აღარ იქნებიან გამონაკლისები, არამედ უფრო ცენტრში იქნებიან პარტიაში. კარგი, მე ეხლა გაგიფანტავთ ამ წარმოდგენას. თომას მასი და მარჯორი ტეილორ გრინი არასოდეს იქნებიან რესპუბლიკური პარტიის ცენტრში. ისინი აბსოლუტურად გადარეული, მარგინალური ფიგურები არიან, რომლებიც სწრაფად დაამარცხეს და ეხლა შეუძლიათ ისე ამოვნონ პენსიით. იცით, მეინში. ვფიქრობ, ზოგადად რომ ვთქვათ, ამ საკითხზე ყველა მიმართულებით მახე გამოკითხვები, მახე რომ ახალგაზრდა მაგას მხარდამჭერები რეალურად უფრო მტკიცედ უჭერენ მხარს საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას, ვიდრე მაგას არამომხრე ახალგაზრდა ამომრჩევლები. სინამდვილეში მაგას ახალგაზრდა ამომრჩევლებს უყვართ ისრაელი, მათ მოსწონთ, რასაც პრეზიდენტი აკეთებს ირანის წინააღმდეგ. მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებს და რომ ჩვენ გვექნება ძლიერი საგარეო პოლიტიკა. ასე რომ ვფიქრობ, პარტიაში ნეოიზოლაციონიზმის ტენდენცია არსებობს. და ამას თავისი მიზეზი აქვს. ვფიქრობ, ზოგადად რომ ვთქვათ, ახალგაზრდა ამომრჩევლები, რომლებიც გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ომის პერიოდში გაიზარდნენ, ზოგადად სკეპტიკურად არიან განწყობილნი საგარეო ჩართულობებისა და ალიანსების მიმართ, მათ შორის ჩვენი მეგობრების შემთხვევაშიც. მაგრამ ვფიქრობ, თუ შეძლებ მათ დაუმტკიცო, რომ ამ ალიანსების არსებობა სასარგებლოა ამერიკის
ეროვნული უსაფრთხოებისა და ამერიკის მომავლისთვის ამ არგუმენტში ძალიან მარტივად გაიმარჯვა. ჩემთვის გამოწვევა იქნება წინააღმდეგობა გაუწიო იმ მომწამლელ ნაგავს, რომელსაც მათ ისევ და ისევ აწვდიან სოციალურ მედიაში და შიდა მის ფარგლებს გარეთაც, სადაც უბრალოდ აჭმევენ ამ სისულელეებსა და ტყუილებს იმის შესახებ, რაც რეალურად ხდება. ასე რომ რა გამოთქმაა ხომ იცი, სანამ სიმართლე შარვალს ჩაიცვამს, ტყუილი უკვე მთელ მსოფლიოს შემოუვლის. სწორედ ამას ვაწყდებით აქ და უნდა გავიუმჯობესოთ ამ საკითხში მუშაობა. ამაში ეჭვი არ არის. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა ეცადო მოიგო კამათი, თუ იმას, რომ კარი დახურო ჩაკეტო და არ შემოუშვა ისინი. ანუ სამომავლოდ რა არის სტრატეგია? ჩემი თვალსაზრისით ზუსტად ისე როგორც სუვერენული ქვეყანა საზღვრების გარეშე სუვერენული ქვეყანა არ არის. კონსერვატიული მოძრაობა საზღვრების გარეშე კონსერვატიული მოძრაობა არ არის. და თქვენ ხედავთ რა შედეგები აქვს დემოკრატების მხარეს, როცა ჩაკ შუმერი და ხელმძღვანელობა ამბობენ, კი ვერ ვითმენთ რომ ფართო კოალიცია გქონდეს და ყველას მივესალმებითო. ხო და ყველას მივესალმებით ჩაკ. რა უხოთ კომუნისტებს, რა უხოთ ანტისემიტებს, რა უხოთ ჰასან პაიკერებს, რომლებიც იცით, თქვენი წამყვანი სენატის კანდიდატის მის მთავარი მხარდამჭერია, ისეთ გადამწყვეტ მერკევ შტატში, როგორიცაა მიჩიგანი. ჩვენთვის რესპუბლიკური ებრაული კოალიციისთვის და რესპუბლიკური პარტიისთვის ჩვენ გვექნება ეს რთული ბრძოლები ამ დებატებში და ვიტყვით მოусმინეთ, არსებობს ხაზი, რომელსაც ვერ გადაგვეთ და ეს მოიცავს იცით სიძულვილს, ანტისემიტიზმს და მსგავს. ასე რომ ჩვენ გვექნება ეს კამათი. ჩვენ ამ დებატებში გავიმარჯვებთ. ჩვენ გავაგზავნებთ სიფრთხილის შენარჩუნებას და წინააღმდეგობას გავუწევთ იმ ძალებს, რომლებიც პარტიის დაყოფას ცდილობენ, საკუთარი, იცით, პირადი ამბიციებისთვის ან სხვა ბობოროტი მიზნებისთვის. ასე რომ ძალიან ვამაყობ, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ ეს საკითხი ძალიან სერიოზულად მიიღო. მე მიყვარს ამის შედარება მსუბუქი ხელის ტკივილთან. მაშინ როცა დემოკრატებს აქვთ სრული 105 გრადუსიანი სიცხე, რომელსაც მათი იმუნური სისტემა ძალიან ნელა ებრძვის. რესპუბლიკური იმუნური სისტემა ამოქმედდა და ძალიან ძლიერად და მტკიცედ ამოქმედდა, რათა უზრუნველყოს რომ პარტია დარჩეს. პარტია, რომელიც არა მხოლოდ მეგობრულად არის განწყობილი, არამედ რეალურად აძლიერებს, უწევს პოპულარიზაციას და უყვარს ამერიკელი ებრაელები და ის ადამიანები, რომლებიც პროისრაელურად არიან განწყობილნი ამ ქვეყანაში. ეს ბუნებრივად გვაძლევს გადასვლას შემდეგ თემაზე, რადგან კონგრესში ერთი კონკრეტული რესპუბლიკელი ებრაელი ახლა რთულ მდგომარეობაშია და მას მძიმე ბრალდებები აქვს ოჯახური ძალადობის გამო. გულისხმობს წარმომადგენელ მაქს მილერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე. როგორც ჩანს, თეთრი სახლი სუნცირე არსებული ცნობების მიხედვით მოითხოვა, რომ ის რბოლაში დარჩენილიყო. ასე რომ რესპუბლიკელ ებრაელთა კომიტეტს ამისთვის უნდა დაგიფასოთ, როცა რესპუბლიკურ პარტიაში ხასიათსა და ღირებულებებთან დაკავშირებული პრობლემები ყოფილა, ამას ღიად უთქვამთ. რა პოზიცია აქვს რესპუბლიკელ ებრაელთა კომიტეტს კონგრესმენ მილერთან დაკავშირებით, როცა ის საერთო არჩევნებში მიდის? დიახ, ძალიან მოკლედ, ეს აშკარად ძალიან სერიოზულია და ამას ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენ გვესმის, რომ ამ საკითხზე ეთიკის კომიტეტის გამოძიება დაიწყება. და ვფიქრობ, მთავარი ჩვენთვის ის არის, რომ სანამ ყველა ფაქტი არ გვექნება ხელმისაწვდომი, წინასწარ არ განსჯით. და საბოლოოდ, ოჰაიოს ამომრჩევლები გადაწყვეტენ, სურთ თუ არა, რომ ბატონი მილერი გააგრძელოს მათი წარმომადგენლობა წარმომადგენელთა პალატაში. მაგრამ დიახ, ჯერ ყველა ფაქტი არ გვაქვს და წინასწარ არ განსჯით. დაველოდებით, როგორც წარიმართება პროცესი და კანონით დადგენილი სათანადო პროცედურები აქვს. რაც შეეხება ყველა სკვლავ შეკრებას RJC-ის სამიტი ლას-ვეგასში, ყოველწლიური ღონისძიება ამ თვის ბოლოს გაიმართება ზუსტად სექტემბრის მიჯნაზე. ეს ერთგვარი გარდამავალი პერიოდია, როცა კვლავ არჩევნებისკენ მივდივართ. არა საპრეზიდენტო საარჩევნო წელია, მაგრამ აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი. რა გეგმა გაქვთ სამიტის წინ? რა გზავნილის გადაცემა გსურთ? კიდევ ერთხელ მივესალმებით რესპუბლიკელ ებრაელ აქტივისტებსა და დონორებს. საზოგადოების მნიშვნელოვან წარმომადგენლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ ადამიანს ლას-ვეგასში. ვენეციანში, რასაც ჩვენ ხუმრობით შუალედური არჩევნების კოშერულ დიდ შეკრებას ვეძახით. წელს ჩვენ ვიზეიმებთ ამერიკის 250 წლის იუბილეს. ასევე პატივს მივაგებთ და დავიმახსოვრებთ სენატორ ლინდსი გრემის დიდებულ მემკვიდრეობას. ჩვენ მოძღვნით სამიტს მის პატივსაცემად და პირველად გადავცემთ ლინდსი გრემის სახელმწიფო მოღვაწის ჯილდოს ღირსეულ პირს, რომლის ვინაობაც გამოცხადდება. და ვაპირებთ ამას გავაკეთოთ წელიწადიდან წელიწადში, იმდენ ხანს, რამდენი წელს გაგრძელდება, სამუდამოდ იმედია. ეს იქნება საოცარი ღონისძიება, როგორც თქვენ იქ უკვე ყოფილხართ, ფილხა იქ იქნებიან მთავარი აზრის ლიდერები, დაინტერესებული მხარეები, კონგრესის წევრები, გუბერნატორები, სენატორები, კაბინეტის წევრები და სხვა მნიშვნელოვანი პირები. ასე რომ ეს იქნება საოცარი ღონისძიება და ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები ვართ. თარიღებია აგვისტოს 20 და 31 ლას-ვეგასში. თუ ვინმეს კიდევ აინტერესებს ბოლო წუთს ბილეთის აღება, შეუძლია ეწვიოს rjcvegas.com-ს. დიახ, i24 News-ი იქ იქნება როგორც ყოველ წელს. იცით, ლინდსი გრემი
შეუცვლელია, როგორც ისრაელის ურყევი მხარდამჭერი, აბრაამის შეთანხმებების გაფართოების მხრივ ამერიკელი ებრაელების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ის შეუცვლელია, ასე რომ არ ვაპირებ გითხოთ როგორ შეცვლით მას, მაგრამ გძნობ თუ არა რომ არსებობს ასეთი მედროშე, არის თუ არა სენატში ამ გზამილის გამტარებელი, რომელიც აიღებს იმ მისიას, რომელსაც სენატორი გრეჰემი ტოვებს. დიახ, როგორც თქვით, ის მართლაც შეუცვლელია, ასე რომ არ ვფიქრობ, რომ ვინმე ოდესმე შეძლებს ლინცი გრეჰემის ადგილის დაკავებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი და ძალიან ეცდება ამას. ლინცი გრეჰემი საჯაროდ აცხადებდა 2015 წელს, როგორც მახსოვს, ამბობდა, რომ ის მასზე უკეთესია. და თუ ოდესმე გამოჩნდება ვინმე, ვინც ამერიკას მასზე უკეთესად წარმოადგენდა, ეს იქნებოდა დარლინ გრეჰემი სამხრეთ კაროლინაში, რომელიც ახლა დანიშნული სენატორია. ის გუშინ პირველ ადგილზე გავიდა სამხრეთ კაროლინაში გამართულ სპეციალურ რესპუბლიკურ პრაიმერისში. ორ კვირაში აგვისტოს ბოლოს კვლავ გაიმართება მეორე ტური. ამიტომ ჩვენ ოფიციალურად ვუჭერთ მხარს დარლინ გრემს. მოუწოდებთ ყველას, დაუჭირონ ხარი დარლინ გრემს. ის აშკარად სხვა ადამიანია ვიდრე ლენსი გრემი, მაგრამ მასზე უფრო მეტად ენდობოდა ვიდრე დედამიწაზე ვინმეს. ამიტომ ჩვენ ძალიან დარწმუნებულები ვართ, რომ ის შეძლებს მის ადგილას ამ როლში შესვლას. თუმცა როგორც იცით, სენატში კიდევ ბევრი სხვა წევრია, რომელთაც ჩვენ RJC-ში, ამერიკულ ებრაულ საზოგადოებაში, და ისინი, ვინც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს იზიარებს, ყოველთვის ვეპროტნობით. მათგან ბევრი ვეგასში ჩამოდის და მოუთმელად ველით მათგან მოსმენას. სენატორი გრემი, ახალი სენატორი გრემი, დარლინ გრემი, ანუ მან კამპანიის განმავლობაში ამ მოკლე საარჩევნო პერიოდში ძირითადად შიდა საკითხებზე ისაუბრა. მე არ მგონია, რომ მას ჯერ გამოუთქვამს აზრი საგარეო პოლიტიკაზე, ყოველ შემთხვევაში მე ვერ შევამჩნიე. იყო თუ არა მასთან რაიმე საწყისი საუბრები მის შეხედულებებზე, საერთოდ იყო კი დრო ასეთი საუბრისთვის. ჩვენი გაგებით ის მტკიცე მხარდამჭერი იქნება ჩვენი საკითხების, ზუსტად ისე, როგორც მისი ძმა, გარდაცვლილი დიდი სენატორი ლენსი გრემი იყო. და არ გვაქვს მიზეზი, რომ ამას ეჭვით შევხედოთ. ის საოცარია. არ ვიცი, როგორ აქვს მას ძალა ასე გააგრძელოს. წარმოუდგენელია მისი გამძლეობა, სიმტკიცე, მისი გადაწყვეტილება, რომ ახლა როცა მისი ძმა აღარ არის, მის ადგილას დადგეს. პრეზიდენტს ცხადია სრული ნდობა აქვს მის მიმართ. პრეზიდენტი ტრამპი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც მან გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. მან დაარწმუნა, რომ სრულ ვადაზე ეყარა კენჭი, მაშინაც კი, როცა თავად ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, სურდა თუ არა ეს. როგორც იცით, იმ ძიმე დანაკარგის შემდეგ, რაც მან და მისმა ოჯახმა გადაიტანეს. ასე რომ ის მართლაც საოცარი ადამიანია. და ჩვენ სრულად ვენდობით მის შესაძლებლობას ჩაანაცვლოს სენატორი ლინცი გრემი და გააგრძელოს ის საქმე, რომელსაც ის ასე თავდაუზოგავად ემსახურებოდა. და ის ხშირად ამბობდა RJC-ის ღონისძიებებზე, იცით? იმუშავეთ, რაც შეიძლება მძიმედ, რადგან თქვენი ქვეყნის მომავალი ამაზეა დამოკიდებული. და ის ამას გულწრფელად გულისხმობდა. ვიცი, რომ სენატორი დარლინ გრემიც ასე ფიქრობს. ხშირად მიფიქრია ამაზე და მგონი დრო ავკითხო. იცით, არსებობს ცენტრისტული ებრაული ორგანიზაციები, დემოკრატების მხრიდან. აშეთეშის ებრაელ საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს საერთო საკითხები, რომლებზეც უნდა იმუშაონ. და ზუსტად ისე, როგორც დემოკრატები და რესპუბლიკელები კონგრესში და სხვა ორგანოებში საერთო საკითხებზე ერთად მუშაობენ. RJC თანამშრომლობს, თუნდაც კულისებში, თუ შეგიძლიათ აღიაროთ. ცენტრისტულ ან მემარცხენე ებრაულ ორგანიზაციებთან საერთო პრობლემებზე მუშაობისთვის თანამშრომლობთ. თუ ისევ, ნიადაგი იმდენად შეიცვალა, იმდენად შეირყა ყველაფერი, რომ ვეღარ ახერხებთ მეორე მხარესთან დაკავშირებას. არა, თქვენს კითხვაზე პასუხად დიახ, არსებობს უპრეცედენტო დონეზე პოლიტიკური ინტრიგები, რომლებიც ორ მხარეს შორის მიმდინარეობს. თუმცა ჩვენ გვაქვს საერთო საფუძველი და ეს საერთო საფუძველი შეიძლება უფრო ხშირად გქონდეს, ვიდრე ხალხმა იცის ან აღიარება სურს. ერთ მაგალითს მოგივანთ. ძალიან მალე ისრაელში 7 ოქტომბრის ხოცვა ჟლეტის შემდეგ 2023 ჩვენ პირდაპირ თანამშრომლობდით ისეთ ჯგუფებთან, რაზეც თქვენ საუბრობთ, რათა დაგვეხმარებინა იმ მართლაც შემზარავი კადრების ჩვენებაში, რომლებიც საზოგადოებისთვის არ გამოუქვეყნებიათ ოჯახებისა და მსხვერპლთა პატივისცემის გამო, მაგრამ ეს მართლაც საშაშინელი კადრები იყო იმ ბრის თავდასხმის შესახებ. მრავალი მათგანი გადაღებულია ხამასის GoPro-ებით და Facebook Live-ებით. და ეს მართლაც საზიზღარი იყო, რომ გეყურებინა როგორ ხოცავდნენ ეს მხეცები ბავშვებს სიხარულით მშობლების თვალწინ. და მშობლებს ბავშვების თვალწინ. და იცით, ბებია ბაბუებს ცეცხლს უკიდებდნენ და მასობრივი მკვლელობები, რომლებიც კიბუცებში მოხდა. ჩვენ დავეხმარეთ ამ კადრების ჩვენებაში კონგრესის წევრებისთვის, მათი გუნდების მთავარ წევრებსა და კაპიტოლიუმ ჰილზე მომუშავე თანამშრომლებს. ამიტომ ჩვენ უფრო ხშირად ვიკრიბებით ერთად, ვიდრე ადამიანებმა შეიძლება იცოდნენ, რათა გავაკეთოთ ის რთული საქმე, რაც საჭიროა, რომ ძლიერები და ერთიანები დავრჩეთ მართლაც მნიშვნელოვან საკითხებზე.
დიახ, კანდიდატებზე ვიკამათებთ. კამპანიების დროს ერთმანეთს ხმამაღლა დაუპირისპირდებით. ვეცდებით მოვიგოთ ეს მანდატები ქვეყნის მასშტაბით ისეთ მნიშვნელოვან შტატებში, როგორიცაა მიჩიგანი და სხვაგანაც. მაგრამ როცა საქმე ეხება სხვა ისეთ საკითხებს, სადაც პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს, ამას ღმად ვცემთ პატივს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობთ კიდეც. RJC-მ აღნიშნა exit polები და სხვა მაჩვენებლები, რომლებიც აჩვენებს, რომ ამერიკელი ებრაელების წილი, რომლებიც დემოკრატიული პარტიიდან რესპუბლიკური პარტიისკენ გადადიან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ცხადია, ესე ვთქვათ, მიმდინარე ბრძოლაა. ეს ევბაშად არ შეიცვლება. სინამდვილეში არც არაფერი იცვლება ასე სწრაფად, მაგრამ RJC-მ აღნიშნა ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. ყველა გამოკითხვა, ყველა კვლევა გარკვეულწილად აჩვენებს, რომ ეს წელი დემოკრატებისთვის იქნება წარმატებული. რა დონეზე? ზუსტად არ ვიცით, სინამდვილეში არავინ იცის, მაგრამ გამოკითხვები ნამდვილად ამას აჩვენებს. გეშინიათ, რომ წელს ეს იმპულსი დაიკარგება? საერთოდ არ მეშინია, ვფიქრობ ამ ძალიან მნიშვნელოვან შტატებში, ამ ძალიან მნიშვნელოვან საკვანძო არჩევნებში და მოდით მიჩიგანი ავიღოთ მაგალითად, რადგან ეს უდავოდ ყველაზე დიდი ბრძოლაა ჩვენთვის პოლიტიკურ ასპარეზზე. Haley Stewart და Abdul El-Sayedi ძალიან დაძაბულ პრაიმერში მონაწილეობდნენ. El-Sayedმა დემოკრატიული პარტიის ხმების დაახლოებით პროცენტი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მისი საკუთარი პარტიის ნახევარზე მეტს ის არ სურდა. შემდეგ თუ რეალურ რიცხვებს შეხედავთ, ისინი არ ტყუიან, რადგან ვიცი, რომ თქვენი სხვა სტუმრები იტყვიან, ნახეთ ჩვენი exit poll-ი, ჩვენ ეს ჩვენმე შევთხზეთ და დემოკრატებისთვის ძალიან კარგად გამოიყურება. ნებისმიერი დემოკრატი კონსულტანტი ან სოციოლოგი, რომელიც ებრაულ საზოგადოებაზე საუბრობს და კამერაზე ამბობს, რომ რესპუბლიკელებისკენ არანაირი მოძრაობა არ უნახავს, უბრალოდ ტყუის. ისინი სიმართლეს არ ამბობენ. მათ უბნების დონეზე მონაცემები არ უნახავთ. რეალური ხმების პროცენტული მაჩვენებლები ამ მნიშვნელოვან ებრაულ თემებში ხმების რაოდენობაა მთავარი და არა ის, რას ამბობს ვიღაც ტელეფონით ან exit poll-ში. მოდით კონკრეტულად ამ რიცხვებს შევხედოთ. ოუკლენდის საგრაფოში, რომელიც მიჩიგანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგრაფოა, დეტროიტის გარეუბანში, ქალაქის ჩრდილოეთით, ამ ქალაქებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტია. მათ შორის West Bloomfield-ი, Southfield-ი, Oak Park-ი. ესეთი ადგილები 2024 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარეს 2020 წელთან შედარებით 5-დან 10% პუნქტით გადაიხარა. ჩვენ ამას ვაკურდებოდით, კარზე ვაკაკუნებდით. აგიტატორები ბყავდა იქ. ფულს ხარჯავდით, რომ 2024 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ამორჩევლები მიგვეყვანა საარჩევნო უბნებზე. რაც დემოკრატების პრაიმერიზე დავინახე, იყო ის, რომ ჰეილი სტივენსმა ამ რაიონებში ორჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მისმა კონკურენტებმა. 60-30-ზე, 65-35-ზე იმის მიხედვით სად იყავი. და ეს იყო უზარმაზარი სხვაობა იმასთან შედარებით, რასაც ის რეალურად იგებდა, ოუკლენდის საგრაფოს მასშტაბით. დაახლოებით 5 ან 6 ქულით. ასე რომ მან საკუთარ ოლქში, ებრაულ საზოგადოებაში, საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 25 ქულით გადააჭარბა. ამიტომ ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დიდი შესაძლებლობაა RJC-სა და Mike Rogers-ის კამპანიისთვის, რომ ნოემბერში მეტი ებრაელი ამომრჩეველი გადაიყვანონ რესპუბლიკელების მხარეს. დიახ, ისტორიულად ასე იქნება. ყოველთვის რთული წელია შუალედური არჩევნები მმართველი პარტიისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ებრაულ საზოგადოებაში ბევრი ამერიკელი ებრაელი, შეიძლება ამას საჯაროდ არ ამბობდნენ, შეიძლება გამოკითხვებშიც არ გამოჩნდეს, ბევრია ისეთი, ვინც ან სახლში დარჩება, რადგან არ მოსწონს, რასაც დემოკრატიული პარტია აკეთებს, ან იქნება მათი მდუმარე უმრავლესობა, ვინც საჭიროების შემთხვევაში თვალს დახუჭავს. მაგრამ წელს რესპუბლიკელს დაუჭერს მხარს, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ადგილებში, როგორიცაა მიჩიგანი. და ამას უკვე საჯაროდაც ხედავთ, ანუ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ მსხვილი ებრაელი დონორები თანხებს აღარ იცხავენ, არა მხოლოდ El-Sayedis კამპანიაზე, არამედ დემოკრატიულ ეროვნულ კომიტეტსა და სხვა კომიტეტებზეც. და იყო დემოკრატიული ეროვნული კომიტეტი, ანუ DNC, რომლებსაც მოუწიათ საკუთარი შტაბ-ბინის გირავნად დადება ვაშინგტონში, რათა სესხი აეღოთ, რადგან იმდენად დიდი ვალები აქვთ და საარჩევნო კამპანიის ვალებში არიან ჩაფლულები. ამიტომ მე ვხედავ ამ ყველაფრის პოლიტიკური მხარის მიღმაც. რესურსების ნაკლებობა ექნებათ, რადგან დემოკრატებს აბრაზებენ. მათი ბევრი მთავარი დონორი და მხარდამჭერი სწორედ ებრაული თემის წარმომადგენლები არიან, ასე რომ ვფიქრობ ეს ორმხრივია. ისინი ამ ოლქებში ამომრჩევლებს აბრაზებენ და დიდწილად აშინებენ კიდეც. ებრაელი ამომრჩევლები ბევრ ასეთ ადგილას შეშინებულები არიან, განსაკუთრებით ებრაელი დემოკრატები, რადგან გრძნობენ, რომ ვერც კი მიდიან პოლიტიკურ ღონისძიებებზე. მიჩიგანის გენერალური პროკურორი ნესელი, რომელიც ებრაელია, ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა დემოკრატიული პარტიის ნომინაციის კონვენციაზე მიჩიგანში მისვლისას. ანუ ეს ხო 1930-იანი წლების გერმანია არ არის. ეს 2026 წლის მიჩიგანია. და შტატის მასშტაბით არჩეული ებრაელი მოხელეები საკუთარ პარტიის კონვენციაზე წასვლისას კი ეშინიათ. როცა ამაზე ფიქრობ, ეს მართლაც შოკის მომგვრელია და ეს არის ის, რაც რეალურად ხდება პოლიტიკურ დონეზე, მაგრამ ასევე ფინანსურადაც ამ საარჩევნო კამპანიებისთვის. მათთვის დაფინანსება იწურება. ვფიქრობ, ამასაც დიდი გავლენა ექნება.
სემ მარკსტეინი, რესპუბლიკური ებრაული კოალიციის ეროვნული პოლიტიკური დირექტორი. რამდენიმე კვირაში ვეგასში შევხვდებით. დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ და შემოგვიერთით. მადლობა მაიკ, ვეგასში შევხვდებით, ყოველთვის სასიამოვნოა. და მომავალ კვირას ისევ დაგიკავშირდებით გადაცემაში ამერიკული ხედვა.